პარლამენტი კანონ პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. კაცრდება 7, მათ შორის გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონები. გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის არა ემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ გადმოიცხული თანხა, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაჯარიმდება. როგორც შევპირდით ყველას, ვინც ცდილობს, რომ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას პატივი არცეს, შესაბამისად ქართულ ხალხს პატივი არცეს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დააზიანოს და ამისთვის გვერდისავლის გზებს ეძებენ, შევპირდით, რომ ჩვენ ასეთი გზებს მაქსიმალურად შევზღუდავდით და ყველას კანონითვე იტყოდა, რომ ყველა ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა. წარმოდგენილი გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით განისაზღვრება, რომ გრანტად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოს ბინადრობის მქონე პირისათვის თანხების მატერიალურ-ტექნიკური სახსრების გადაცემა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოპოვებას და მიმართულია პოლიტიკის შეცვლისკენ, გატარებისკენ ან ჩამოყალიბებისაკენ. და შესაბამისად ნებისმიერი პირი ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მოვისმენთ, მაგალითად ის რომ სპეკულაციაც არა პირდაპირ ტყუილები, რომ თითქოს ემიგრანტები წარმოდგენილი ცვლილებები ემიგრანტებს უკრძალავს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის თანხის ჩარიცხვას. ემიგრანტი, როდესაც საკუთარ ოჯახს საყოფაცხოვრებო მიზნით ურიცხავს თანხას, ეს არ არის პოლიტიკური აქტივობა, შესაბამისად ტყუილია ემიგრანტისთვის ჩარიცხვის აკრძალვა. ტყუილია ასევე, რომ IT საქმიანობით დაკავებულ პირებს, ანუ როდესაც წერენ მაგალითად კოდს და უგზავნიან უცხოეთში, ამისთვის იღებენ ჰონორარს, ამ ჰონორარის აღება აღარ შეეძლებათ საქართველოში IT მომსახურებით დასაქმებულ პირებს. ტყუილია, რომ მეწარმეებს აეგზალებათ პოლიტიკური საქმიანობა. ტყუილია, რომ სპორტული ფან-კლუბების წევრები თუ უცხოური კლუბისგან მიიღებენ რაიმე შეღავაც, ეს შეიძლება გრანტად და შესაბამისად სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას დაეკისრება, პასუხისმგებლობის დამდგენი იქნება. თუ ორგანიზაცია არსებითად საქართველოს საკითხებზე საქმიანობს, მიუხედავად იმისა, ეს ორგანიზაცია რეგისტრირებული არის საქართველოში ქართული კანონმდებლობის შესაბამისად თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, არსებითი საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებული იქნება, რომ სანამ თანხას მიიღებს, კეთილი ინებოს და საქართველოს მთავრობას კითხოს თანხობის თაობაზე. მიიღებს თანხობას, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის რისკები არ იარსებებს და შეიძლება რომ თავისუფლად ახარჯოს თანხები. თუ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულია სხვადასხვა პირი ჩვენს ქვეყანაში, ისიც ვალდებულია რომ შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან საქმიანობა, რომელიც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და თუ მიიღებს თანხობას და მიიღებს თანხობას იმ შემთხვევაში თუ სუვერენიტეტს არავითარი რისკი არ ადგება, ამ შემთხვევაში შეიძლება თანხებიც მარტივად დახარჯოს. ამავდროულად პირდაპირ გრანტების შესახებ კანონში განისაზღვრება, რომ საქართველოში მოქმედი უცხოური ფონდების ფილიალები, მათი წარმომადგენლებიც ვალდებულები არიან რომ მიმართონ საქართველოს მთავრობას, სანამ მიიღებენ საკუთარი კომპანიისგან თანხებს, ეს არ ეხება მეწარმე სუბიექტებს, მაგრამ ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არსებითად დაკავებული არიან მათ შორის პოლიტიკური აქტივობების დაფინანსებით და ასეთი საკითხების განხორციელებით. რომ თუ კანონის ამოქმედებამდე გაცემულია გრანტი, მათ შორის იმ პირებისათვის, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე პირდაპირ გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის საჭიროება არ ვრცელდებოდა მათზე, მათაც მოუწევთ და არ დაუხარჯავთ ასეთი გრანტები, მათაც მოუწევთ, რომ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვის ვადაში აიღონ საქართველოს მთავრობისგან თანხმობა, ხოლო თუ გააგრძელებენ აღნიშნული თანხების ან მატერიალურ-ტექნიკის სარგებლობას ან თანხების განკარგვას,
ჩაითვლება, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე აქვთ მიღებული გრანტი და ხარჯავენ ამ მიღებულ გრანტს და შესაბამისი პასუხისმგებლობა, სისხლისამართლებლივი პასუხისმგებლობა დადგება. გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული საკითხების მონიტორინგს ახორციელებს და განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო საქართველოს აუდიტის სამსახური. იქნებ დღეს მაინც გავქცეთ კონკრეტული პასუხი და საზოგადოებასაც აუხსნათ კონსტიტუციის საფუძვლები, კონსტიტუციის კონკრეტული ნორმა, რომელიც გაძლევთ საფუძველს საქართველოს მოქალაქეს აუგზავნოთ პოლიტიკური აქტივობა, თუნდაც ფინანსების გამოყენებით, რომელზეც ნებართვა არ მიუღია მთავრობისგან. ასევე შემდეგი შეკითხვა შეეხება ვინ შეაფასებს მაგალითად იმ ფაქტს, რომ კონკრეტულ პირს პოლიტიკაზე გავლენის რწმენა ჰქონდა, როდესაც რაიმე ფინანსურ სახსებს ხარჯავდა. ასევე წარმოდგენილ კანონპროექტით, ასევე განმარტებით ბარათით გრანტის დეფინიცია არის აბსურდულად გაფართოებული, სადაც ამ შემთხვევაში კონკრეტულად მთავრობას დაინტერესებულ მხარეს შეუძლია საკუთარი შეფასებისამებრ გამოიყენოს კონკრეტულად ეს ტერმინი. ჩანაწერში ნათლად არის აღნიშნული გრანტად მიიჩნევა სახსრები, რომლებიც გაიცემა, გრანტად მიიცემა სახსრები, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური ფორმით. აქვე გრანტად მიიჩნევა სახსრები, რომლებიც გადაიცემა იმ რწმენით, რომ იგი შეიძლება მოხმარდეს საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას. აქვე კითხვა როგორ აპირებს სახელმწიფო სამართლებრივად დაამტკიცოს დონორის რწმენა ან განსაზღვროს რა ითვლება რაიმე გავლენად. და თქვენ კონკრეტული მაგალითის დონეზე თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, ასევე მოქალაქეებისთვისაც საინტერესო იქნება, მაგალითად ძალიან მარტივად რო აგვიხსნათ, რა შეიძლება მიიჩნიოთ თქვენ მთავრობამ, რომელიც ამ კანონპროექტის შესაბამისად გასცემს ნებართვას თანხების გამოყენებაზე, საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ მიმართულ ნაბიჯად. ეს კონკრეტული საკითხები მე დავსვი უშუალოდ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. შეგნებულად არ ვეხები პოლიტიკურ აქტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ეს დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ ეხება თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აქტიურია ან უნდა იყოს აქტიური პოლიტიკურად და რომელიც შეიძლება თქვენს პოლიტიკურ ინტერესებში არ შედიოდეს. გთხოვთ ამ კითხვებზე რომ გაგვცეთ პასუხი. ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე. მოგესალმებით. თქვენს მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათი იწყება აი ამ სიტყვებით, რომ მიზნობრიობა არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება. ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტის ხელყოფა ფაქტობრივად ყოველდღიურად ხდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მცოცავი ოკუპაცია, ანექსია, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ასე შემდეგ, თუმცა თქვენი ხელისუფლების მხრიდან არასდროს არც ერთ განხორციელებულ ქმედებაზე არ ჟღერდება არც ერთი ბგერა. ეს ინიციატივა რომ დამაჯერებელი იყოს, მაშინ სრულიად განსხვავებული დღის წესრიგი გექნებოდათ. ამიტომ საზოგადოებას აქვს სრულიად ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, აზრი, რომ ეს კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი სიტყვის დახშობას. მადლობა. ბატონი გიორგი შარაშიძე. ბატონ არჩილ, თქვენ თქვით ასეთი რამ, რომ ბევრი манипуляციები მოვისმინეთო ამ ეგრეთ წოდებულ გრანტების კანონთან დაკავშირებით, სპეკულაციები უფრო სწორედ. მე მინდა გითხრათ, მე არ ვიცი ხარ რა სპეკულაციას გულისხმობდით და ვის მიერ განხორციელებულ სპეკულაციას, მაგრამ თავად თქვენივე საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, ინიციატივები ტოვებს ძალიან დიდ სივრცეს, მათ შორის სპეკულაციებისთვის, იმიტომ რომ თითქმის ყველა ეს ცვლილება არის ბუნდოვანი და ტოვებს ინტერპრეტაციის უსაზღვრო შესაძლებლობებს. იმიტომ რომ არც ერთი ჩანაწერი, გეტყვით, არც ერთი ჩანაწერი არ არის ბოლომდე კონკრეტული და თუ თქვენ გინდათ, მოგახსენებთ, თუ თქვენ გინდათ რომ ეს იყოს კონკრეტული, მაშინ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ყველა ეს ცვლილება ჩამოყალიბდეს კონკრეტულად და ხალხმა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, თქვენ თქვით, რომ ემიგრანტებს თუ თანხა არის გადმორიცხული საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, არ ეკნებათ არანაირი შეზღუდვა. მიპასუხეთ, ვინ განსაზღვრავს, რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო მიზნები?
ვინ განსაზღვრავს ამას საყოფაცხოვრებო მიზნები რას ნიშნავს, იმიტომ რომ ამ ფულით შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი, სტუდენტი, რომელიც აქ ცხოვრობს და მისი დედა იმისთვის რომ ეს სტუდენტი შეინახოს რაღაცნაირად საზღვარგარეთ წელებზე ფეხს იდგამს და 24 საათი მუშაობს, ამ ფულით არ იყიდოს მაგალითად საკვები, არ წავიდეს კაფეში, მაგრამ დაბეჭდოს პირობითად პლაკატი, რომელიც იქნება ასე ვთქვათ საპროტესტო განწყობის, ხო? აი დაბეჭდოს ბატონო გიორგი. დაბეჭდოს? ხო, თქვენი კეთილინების იმედად უნდა იყოს? თხოვთ. უცბად რომ შეცვალოთ ეს გადაწყვეტილება და თქვათ რომ თურმე კანონი დაარღვია, მე რაშუებით. ეს ერთი მაგალითი. თუ შეიძლება ბატონ გიორგი რომ დამიმატოთ პროთმი და კარგად ჩამოვიდეთ. მნიშვნელოვანი საკითხია, მე მგონი მეთანხმებით, ხო? მაგაზე შეთანხმებული. მეორე საკითხი ბიზნესს რაც ეხება, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. სრულიად გაუგებარია რას ნიშნავს ბიზნესის მიერ პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შეზღუდვა. ბატონო გიორგი, თქვენ ახალი ბრძანდებით პარლამენტში და მაგ საკითხს თქვენ ხელს მიშლით, იცით, აღვანაში ბატონო არჩილა. გთხოვთ რა. ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანის ცვლილებები საპარლამენტო სესიაზე განიხილავენ. იქამდე კი განათლების კომიტეტზე განიხილეს, სადაც დეპუტატებს ცვლილებები განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარუდგინა. დეპუტატების განსაკუთრებული ინტერესი სკოლებში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია. ამ ცვლილებების მიხედვით მე-12 კლასი ხდება ნებაყოფლობითი, მე-11 კლასი კი აქცენტი კეთდება ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაზე. განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების ერთ-ერთი გამოწვევაა საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი. ამიტომ უქმდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება და თითოეული კლასის საფეხურზე სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოების საერთო იქნება. მე-6 კლასის ჩათვლით ფორმების ტარება სავალდებულო ხდება. მობილური ტელეფონების გამოყენება კი სასწავლო პროცესში შეიზღუდება. არის კიდევ ერთი სიახლე. პირველ კლასში დაიშვებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 11 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. სკოლის ფორმებთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ, რომ სახელმწიფო იქნება ჩართული და უფასოდ მიაწვდის ან გარკვეული შეღავათებით სოციალურად დაუცველებს 60,000 გულაზეა საუბარი. მრავალშვილიანობის კომპონენტი ხომ არ იგეგმება, რომ შემოტანილი იყოს? მითითებულია, რომ შიდა ნორმატიული აქტი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს და განსაზღვრავს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა მოწყვლადი ჯგუფი მოვიცვათ, რაც კი შესაძლებელია. ზოგადად ფორმებთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ცვლილებების მიხედვით წარმოდგენილია კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის შექმნის სამინისტრო სისტემაში იმისათვის, რომ დავაზღვიოთ ღირებულების მკვეთრი მატების ნაწილი იქნება მაქსიმალურად ფორმების ღირებულება დაფიქსირებული და ამ ნაწილში არ ველოდებით რაღაც მკვეთრ ფასების ზრდას, ამიტომ ამ ნაწილში ვეცდებით მაქსიმალურად რომ გავაკონტროლოთ, ასევე სოციალურად დაუცველი პირებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის მაქსიმალურად ვეცდებით რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, რა თქმა უნდა, ამის შეძენა, თუმცა ამ ეტაპისთვის ძალიან გამიჭირდება კონკრეტულად გითხრათ ჩამონათვალი. რა უნდა ისწავლოს ბავშვმა მე-12 კლასში იმ შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ მე-11 კლასი თუ არის რეპეტიტორიუმი და გამეორებას ითვალისწინებს, მაშინ მე-12 კლასში რა ხდება? რა თქმა უნდა, განსხვავება არ და ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასწავლო კომპონენტები უნდა დასრულდეს 10 წლიან შუალედში, ხოლო მე-11 კლასი იქნება დათმობილი მთლიანად იმ დაახლოებით 15 საგანთან დაკავშირებით ამოარჩევს მოსწავლე იმ საგნებს, რომლებიც უნდა მისაღებ გამოცდებზე ჩააბაროს. ანალოგიური საშუალება მას ექნება მე-12 კლასში, მას შეუძლია დაიმატოს სხვა ტიპის საგნებიც, მისი სურვილის შემთხვევაში, რაც შეეხება ატესტატებს. ატესტატი გაიცემა 11 კლასის დასრულებისთანავე, ანუ ეს არის დამასრულებელი კლასი, ასე ვთქვათ, ხოლო მე-12 კლასთან დაკავშირებით ატესტატის ცვლილება კი არ მოხდება, არამედ დანარჩი იქნება ასახული. თუ ელექტრონული კომუნიკაციების საგაკვეთილო პროცესს ხელს უშლიდა საჯარო სკოლებში, ჩვენ შემოვედით წინადადებით, რომ რა თქმა უნდა ეს ფორმატი განხორციელდეს კერძო სკოლებში და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ეს როგორც საჯარო სკოლებში, ისე კერძო სკოლებშიც იქნას დადგენილი, რადგან ზოგიერთ კერძო სკოლას გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაცია, მაგრამ ძალიან ბევრ სკოლაში ასეთი რეგულაცია არ არის. მაქსიმალურად საკანონმდებლო ცვლილებების დროს სამინისტრო ერიდება კერძო სკოლებთან დაკავშირებით, კერძო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, კერძო სტრუქტურებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის რეგულაციების დაწესებას, ამიტომ ჩვენი წარმოდგენილი რედაქცია გულისხმობდა მხოლოდ სახელმწიფო სკოლებში შესაბამისი ელექტრონული საშუალებების შეზღუდვას. გავითვალისწინებთ ამ შენიშვნას, მე ჩვენ გიდასტურებთ იმას, იგივე აზრი მაქვს მეც, რომ თუ ვავრცელებთ, უნდა გავრცელდეს ყველგან. სახელმწიფო წინასწარ უსახავს მიზნებსა და შედეგებს. რა ცნებები უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეს. მაშინ, როცა მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი სწავლების პროცესში და ამ მეთოდებს თვითონ არჩევდეს.
საბოლოოდ კი მივდივართ ისევ ერთ გადაწყვეტამდე და ერთ სახელმწიფომდე. ეს რას ემსახურება, როცა ისედაც მწირია ქართული რესურსები, იცით თქვენ ამასთან დაკავშირებით და სად არის გარანტია, რომ სამინისტრო არ შეარჩევს ავტორებს პოლიტიკური ნიშნით. აქ არ იგულისხმება რაიმე ტიპის შეზღუდვა, არამედ საუბარია იმაზე, რომ ხშირად არის ლიტერატურა გაუგებარი, არის სხვადასხვაგვარი და აქედან გამომდინარე უბრალოდ სისტემატიზაციას ვფიქრობთ ამ ნაწილში, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის პოლიტიკა აწარმოოს. რაც შეეხება კვალიფიციურობას, მე ხა მოვერიდები რაღაც კონკრეტული მაგალითების დასახელებას, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ ქვეყანაში თუ ამ მიმართულებით კონკრეტული ექსპერტები, პროფესორები, მასწავლებლები, პედაგოგები, სახელმწიფოს გამოცდილების მქონე ავტორები არსებობს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იყოს ჩართული და მოვერიდები ხა პოლიტიკური ნიშნით სახელმწიფოს ავტორის შერჩევა როგორ უნდა მოხდეს, მართლა ვერ გეტყვით. ფასოკვებასთან დაკავშირებით, თუნდაც რომელიმე ყველაზე გაჭირვებული რეგიონი რომ ავიღოთ და იმ რეგიონში საპილოტო პროექტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ შიერი ბავშვი ვერაფერს ვერ მოისმენს, როგორი ლამაზი ოთახიც არ უნდა მოუწყოთ და როგორი პირობებიც არ უნდა შევუქმნათ. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს რამდენჯერ მეკონდა წლების განმავლობაში ინიცირება, ძალიან რთული საკითხი არა მარტო ფინანსურ ნაწილში, არამედ იცით თქვენ სურსათიუნებლობის ნაწილში ბავშვებს ეხება და ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს ძალიან ბევრი პარამეტრი გათვალისწინებული. მოვინიშნეთ, მაქსიმალურად ვეცდები, რომ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიო, რამდენად შეიძლება, თქვათ, ექსპერიმენტის სახით ვიფიქროთ, თქვათ, სხვადასხვა სკოლებში შერჩევასთან დაკავშირებით. რადგან გაერთიანება უკვე დაანონსებულია, კითხვები მოდის, რომ წელს 2026 წლის და ასევე 27 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები როგორ ფორმატში ჩატარდება, ფორმატში გულისხმობ, თქვათ, უნივერსიტეტები წლევან წელს უკვე გაერთიანებული იქნება და ერთიანი უნივერსიტეტი ექნებათ სტუდენტებს მოსანიშნი თუ ცალცალკე შეიტანენ ცალცალკე უნივერსიტეტებს ჩაწერენ. რეორგანიზაცია არის პროცესი და არა ერთჯერადი ფაქტი. შესაბამისად, ის გულისხმობს გარკვეული პერიოდის დროის დინებაში შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. შესაბამისად, ის შეიძლება მინიმალურად დაახლოებით ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმალური შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ საჭირო იქნება იმისათვის, რომ ყველა პროგრამების გადაწყობა მოხდეს, დადარება მოხდეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან მისივე თქმით, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის 3 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და კანონიერი ქურდობა. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდები, სულხან ჯაფარიძე თვალჭრილიძე მეტსახელად სუხო და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად პაატა თბილისკი მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი რევა ზუბილავა მეტსახელად ჯوارსკი მისი ოჯახის წევრების, დედისა და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით
223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კანონის სრული სიმკაცრით დაიჯდება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითეული მოქალაქის უსაფრთხოება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინიშხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს 55 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკის დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 19 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული არიან თურქეთის, ინდოეთის, ტაილანდის, რუსეთის, ჩინეთის, კუბის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ირანის, უზბეკეთის, იემენის, საბერძნეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქმენეთის, იორდანიის, ისრაელის, მაროკოს, ნეპალის, ნიგერიისა და სირიის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნის 232 მოქალაქე გააძევეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. სოფელ გეგუჩი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებულ შენობაში მოწყობილია სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები, კეთილმოწყობილი ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება. პროექტის განხორციელებისათვის სახელმწიფომ 2.400.000 ლარი გამოყო. საღმზრდელო პროცესი დაიწყო ქალაქ წყალტუბოში ახლად რეაბილიტირებულ 200 ბავშვზე გათვლილ პირველ საბავშვო ბაღშიც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სკოლამდელი აღსაზრდელების განათლებისა და სოციალიზაციისათვის საჭირო ყველა სივრცეს, მათ შორის ადაპტირებულ შიდა და გარე ზონებს, სათამაშო და სპორტულ მოედნებს. პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.200.000 ლარით დააფინანსა. წყალტუბოში ასევე დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებში წყალტუბოს არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ აშენდება 6,000-მდე მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მესამე კატეგორიის შესაბამისი სტადიონი. პროექტი მოიცავს გასახდელების, საშხაპეების, მედია ცენტრის, საკონფერენციო დარბაზის, უსაფრთხოებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემების მოწყობას, ასევე მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ კონტროლის სივრცეს, ავტოსადგომსა და კომერციულ ზონებს. ახალი სტადიონი შეძლებს მათ შორის მაღალი დონის სპორტული და კულტურული ღონისძიების მასპინძლობას. წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრიც. მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს. წყალტუბოში ასევე დაგეგმილია რაგბის 2 ხელოვნურ და ბუნებრივ საფარიანი სტადიონის მშენებლობა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ აქ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანი არის, რომ 2 ახალი ბაღი უკვე შევიდა და დაიწყო ფუნქციონირება და ბავშვები უკვე არიან, დადიან ამ ბაღში და მშობლებს აქვთ საშუალება, რომ ამ სერვისით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია ასევე ის იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით აწარმოებს საქართველოში, წყალტუბოში იწყება ერთი დიდი ტრიბუნიანი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა და ასევე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წყალტუბოში სულ ახლოს პერიოდში კიდევ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს დავიწყებთ, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევას სოხაძემ ასევე ისაუბრა ქუთაისში ნომერ მე-7 და ნომერ მე-4 სკოლების საკითხზე. აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მალე პროცესი დაიძრას. აღნიშნა. მე გუშინ ბოდიში მოუხადე ყველა მშობელს, რომელსაც ესეთი დისკომფორტი ექმნება, რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური. უბრალოდ ჩვენ როგორც თქვენთვის ცნობილი არის, სექტემბრის თვეში გადმოეცა ინფრასტრუქტურას სკოლების
მშენებლობა, მანამდე აწარმოებდა ესი და სეიგიდით ხდებოდა ამ სკოლების მშენებლობა. დღეს ჩვენ აქტიურად მუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ყველა მსგავსი პროექტი, რომელიც წლებია გაჭიანურდა და გვაქვს პრობლემები ამ მიმართულებით, რაც შეიძლება დროზე მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს მათ შორის მშობლებთან კომუნიკაციისთვისაც, მათთვისაც მზად ვართ რომ აუხსნათ თუ რა პრობლემები არის და ჩვენ აქტიურად მუშაობთ, რომ რაც შეიძლება მალე პროცესი დაიძრას. რა თქმა უნდა, დღეს მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, რომ ხვალ და 2 დღეში და 3 დღეში ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ მთავარი არის, რომ მათ შორის მშობლებმაც, მოსწავლეებმაც, პედაგოგებმაც ზუსტად იცოდნენ გეგმა, თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება.